ღვთისმშობლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის ახორი დეკანოზი დავით ციცკიშვილი. მამა დავით, მოგესალმებით, მოგბრძანდით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ მოგბრძანებისათვის. განსაცდელი შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს და შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთელი მსოფლიო განსაცდელშია, ხო? მაგრამ ჩვენ გვსურს რაღაცა ის სულიერი კუთხით, ეკლესიური სწავლებით განვიხილოთ ეს თემა. წმინდა მამები გვასწავლია, რომ განსაცდელი ადამიანს ეძლევა სწორედ იმიტომაც, რომ რაღაცა ღმერთ თითქოს აფხიზლებს რაღაცას ეუბნება. სიტყვასაც თუ დავაფიქრდებით, განსაცდელი, რაღაცის განცდა, რაღაცაში გამოცდა. აი როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა დავიტიოთ, როგორ უნდა იყოს მიდგომა მათ შორის ქრისტიანი ადამიანისა განსაცდელის დროს. თან ახლა დიდმარხვაში ვარ და ვიცით რომ ამ დროს განსაცდელი უფრო მძლავრობს ხოლმე, იმიტომ რომ ეშმაკი ცდილობს შესაფრებულია და არანაირად არ მოწონს მას სიმშვიდე და სიკეთე. დიახ. დიდი მარხვა და ვინც წლების განმავლობაში მარხულობს განსაკუთრებით ეს დიდი მარხვის პერიოდი რომ მოდის ის ამჩნევს რომ განსაკუთრებით დატვირთულია ხოლმე დიდი მარხვა განსაკუთრებით პირველი და ბოლო კვირა და რაც გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა ფორიაკი და ასე შემდეგ ანუ ბრძოლები მატულობს თუ შეიძლება ასე ითქვას ეს სპეციფიკა ახასიათებს დიდ მარხვას. სწორად შენიშნეთ და ეკლესიურ ცხოვრებაში ბევრი ნიუანსია და ერთ-ერთი ეს არის. თვითონ განსაცდელი დიდი აზრის მატარებელია, ესე ვიტყოდი, მრავალი მხრიდან შეიძლება მისი განხილვა. ერთ-ერთი რა არის, მახსენდება ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანი სიტყვები, როცა მშვიდად ვართო, როცა კარგად ვართო, მშვიდად ღმერთი გვავიწოდებაო და რო გაგვიჭირდებაო ღმერთო მიშვილეო. ასე რომ ადამიანის ბუნება ისეა, რომ განსაცდელის დროს თითქოს უფრო მიახლება უფალს. სხვათა შორის აი ჩვენი ეკონომიური გაჭირება რაღაცა კუთხით ამასაც გულისხმობს. მე მახსოვს ერთ-ერთი ბელგიელი ქართველი იყო მონასტერში წაგვიყვანა და გზაში ესეთი რაღაცა მოყვა, რომ იქ ბელგიაშიო ტაძრებიო, ნუ იგულისხმება, რა თქმა უნდა, უფრო არამართმადებური დაკეტილია, ვიდრე რომ იმდენად დიდი მატერიალური კეთილდღეობა არის, რომ ღმერთი აღარ ჭირდებაო ხალხს. როგორც კი რაღაცა პრობლემა შეიქმნებაო, მიმართავს რომელიღაც საერთაშორისო ან იქაო სახელმწიფო ორგანიზაციას და მოუგვარდებაო ეს პრობლემაო და ეხლა ჩვენთან ხალხი ჩაჭედებულია უფალს, იმიტომ რომ სხვადასხვა მხრიდან არის განსაცდელი. მე მახსოვს 2008 წელი რო იყო და აი ჩემოვიდა რუსეთის ჯარი, მახსოვს იმდენი ცხოვრებაში არ მილუცია, ტაძრები ცავსი იყო. მერე გადაერა განსაცდელმა, მერე ისე ჩვენს მივნელდით. ჩვენც მივნელდით. განსაცდელის დროს განსაკუთრებით გულხურვალია ხოლმე ლოცვა და ადამიანის რაღაც ღვთისადმი სასუება, ასე ხდება. ხო, მაგრამ ხდება ხოლმე პირიქითაც მამა დავით ეს რა თქმა უნდა ესე უნდა იყოს და იმიტომ ვთქვი რომ ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა ღმერთი მოგიწოდებს, თითქოს გაფრთხილდეს, მაგრამ მაშინ როცა განსაცდელის ჟამს აი ახლაც აი ბოლო მოვლენების გამო და ზოგადად მანამდეც ხშირად პირიქით ღვთის გმობაში ვარდებიან. სად არის ღმერთი და რაღაც ნუ მე აღარ გავიმეორებ, უბრალოდ არ მინდა ჩემი პირიდან ეს სიტყვები რაც ვისმენ ხოლმე, ხო? იმის მაგრეთ რომ პირიქით მივხვდეთ, რომ პირიქით მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ხო აი წმინდანი იქნება თუ დიდი ჩვენი წინაპრები მადლობდნენ ღმერთს განსაცდელის ჟამს. როცა ამ დროს პირიქით კიდე ღმერთს გმობ და კიდე ღმერთს ვაბრალებთ რაღაცას. ჩვენ რაღაც ჩვენი არასწორი ქმედებების შედეგს, იმიტომ რომ ყველაფერი მიზეშედეგობრივია, კიდე ღმერთს ვაბრალებთ. იცით რა არის, გეთანხმებით რა თქმა უნდა, ესე ადვილად განსაცდელი არ გადაიტანება. სხვათა შორის აი დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება მეჩვენება გუშინ ქადაგებაში ვთქვი რომ აი ხა თქვენ ვიცით რა დიდი განსაცდელია უკრაინასთან დაკავშირებით და ყველას გული გვეფლითება და გულშემატკივრობთ და ასე შემდეგ, მაგრამ მეჩვენება რომ ღმერთმა თითქოს უკანა პლანზე გადაეწია და უფრო ვთქვათ მიწიერ დახმარებაზე აკეთებენ აქცენტ, ნატო იქნება ამერიკის სამხედრო ძლიერება და ასე შემდეგ და ღმერთი ნაკლებად ფიგურირებს თუ შეიძლება ისე ითქვას ლოცვა ვედრება, სადღაც მოვისმინე კიდევაც რომ ლოცვა კარგია, მაგრამ ჩვენ უფრო რეალური დახმარება გვჭირდება, ასე რომ კაცობრიობა წავიდა აი ამ მიმართულებით თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს კიდე ღრმად გასაანალიზებელი თემაა, მაგრამ პირადად მე აი ესე მეჩვენება
განსაცდელის ისიც გრათმენაც ბევრ ნიუანსს გულისხმობს. მე მახსენდება ერთ-ერთი რუსი მომლოცველის მრევლის უпроსორად ესეთ სიტყვები რომ ხანძარი გაჩნდა ჩემს სახლშიო და გაჩნდა თუ არა დავიწყე ლოცვა, მაგრამ მალეო მივანებე თავიო და მიწერ საშველს ასე ვთქვათ მიუმართეო. ну რა თქმა უნდა ეხა იქ მარტო ლოცვა არ არის და ხო, მაგრამ იცით შეამჩნია რა დასკვნას აკეთებს აი კრიტიკულ დროს მივხვდიო ზოგჯერ რა ძნელი არის უფალს მინდობა და შენარჩუნება ამ ლოცვითი განწყობის ფორიაკობ და უკვე გავიწყდება ასე ვთქვათ ღმერთი ასე რომ განსასწრების დროს ესე ადვილი არ არის გამკლავება საკუთარ ემოციებთან და ღმერთთან დარჩენა მე ესე ვიტყოდი არის სიტუაციები თქვენაც ბრძანეთ როდესაც რა თქმა უნდა მამა დავით არის შემთხვევები როცა ადამიანზე ეშვება განსასწრელი და არის შემთხვევები როცა ერზე მოდის აი ჩვენ ძველ აღთქმაში ამის არაერთი მაგალითი ვიცით და ახალი აღთქმის პერიოდშიც ისტორიული ფაქტები ბევრი ვიცით როცა ერი ან ხელისუფალნი უჯულოდ ცხოვრობენ და უღმერთო ცხოვრობენ ღვთისგან გადაუხვევენ ხო ძველ აღთქმაში პირდაპირ უფალი ესაუბრებოდა მათ ხო მოდის ერთზეც განსაცდელი ასე დროს რა არის საჭირო რა უნდა ვიმოქმედოთ თქვენ ბრძანეთ დღეს მართლაც ბევრი ამბობს ამაზე რომ ღმერთი ჩვენ სადღაც გადავწიეთ უკან აი როცა ჩვენ გვინდა როგორი ღმერთი ჩვენ გვინდა ისეთი გვაწყობს ის კი არა ღმერთი როგორია და როგორც მოგვიწევს ჩვენ წარო რაც გვაწყობს და მე როცა გვაწყობს მაშინ გაგვახსენდება ხოლმე და ეს ერთზე როცა მოდის განსაცდელი ну ეს კიდე სხვა გაანალიზებას გულისხმობს რატომ მოდის ერთზე ესე ვიტყოდი აქ გარდა სულიერი გამოცდილებისა ერული გამოცდილებაც ერთვება პირადად ეხლა მე აცროლებია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას უყურებ და გინდა არ გინდა აი პოლიტიკურ სიტუაციასაც აანალიზებ და შესაბამისზე გადაიხარ ну შეიძლება გარკვეული კუთხით სუბიექტური სხვის აზრს არ დაერთხოს შენი მაგრამ როგორ გითხრათ იცით რა თქმა უნდა უფლის დაშვებით ხდება ყველაფერი და პირადად ჩვენ თავმემართებით მაგალითად შეემჩნევია ჩვენი ამპარტანული მომენტი იცით რომ იბრიქები და გონია მუშტებს ირტყავ გულზე და გონია რომ გამომკლავდები შენზე გაცილებით ძიმე მტერს და შესწომას უშვებ ასე ვთქვათ ფეხებს აბაკუნებ და მე მოგაჯენენ ხოლმე ცოდვები აღვირახსნილობა იქნება სხვა მიმართულებით იგივე ხა არ არის ხა დასამალია ეს პროპაგანდა ეს არა ტრადიციული თან ეს მაშინ მამა დავით ბოდიშუხტი ჩაგერთვებით ჩვენ ვამაყობთ და განსაკუთრებით უფრო სადღეგრძელოებში და ლოზუნგებში ვიძახით რომ ღვთისმშობელი ერიო არ ხაშობლის წერხვედრივო და ეს არის და ეს ამაყვა მაგრამ როცა ამას მარტო სიტყვებით ვიძახით და საქმით უღმერთო ცხოვრობთ ჩვენ ვიძახით რომ ღვთისმშობელი ერი ვართ მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის რომ ეს რაღაცით ჩვენ მადლიერება საქმით გამოვხატოთ მე გვიკვირს თუ რაღაც განსაცდელი მოდის და მე ვიძახით რომ რატო რა დავიმსახურეთ იმისთან რა არ გვეშველა და კიდე ისევ ვაყვედრით ღმერთს რომ თითქოს რატო ხო ვიმსახურებთ და მათ კარგები ვართ ქართველები ვართ ასე შემდეგ რომ აი ესეთი საუბარი ვთქვათ რომ ადამიანი ამბობს მოძღვარი ამბობს ვთქვათ რომ შეიძლება ამა თუ იმ ცოდვის გამო ადამიანი დაისაჯოს ვთქვათ გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს ხოლმე და კრიტიკის ქარცოცხში წხდება ესეთი რიტორიკა იმიტომ რომ აი ამბობენ რომ ყოვლად მოწყალე ღმერთი ყოვლად მოსიყვარულე ღმერთი ხომ სიყვარულია და როგორ შეიძლება სჯიდეს ცოდვის გამო აი ამაზეც რომ გაამახვილოთ ყურადღება ანუ განსაცდელი თქვენ ბრძანეთ რომ უფლის დაშვებით ხდება ხო უფლის ნების და დაშვების გარეშე არაფერი ხდება მაშინ აი აქ ცოტა კითხვის ნიშანი არის ხოლმე რომ როგორ რატომ უშვებს უფალი ამას იცით რატო უშვებს და მე ფიქრობ არ არის საჭირო ზეცაში ფრენა ჩვენი ბავშვობა გავიხსენოთ ახლა მშობლები ხანდახან ხო გჯიდნენ არა ვის არ მოწევს ისევ ჩვენთვის ჯიდნენ იმიტომ რომ სხვა გამოსწორების საშუალების მომენტში არარეალური იყო მე ესე ვიტყოდი და საერთოდ ადამიანი როგორ არის იცით მოწყობილი თეორიულად ხშირად ვერ სწავლობს ცოდვას ხშირად მიმზიდველი მაგიპნოტიზირებელი ხასიათი აქვს და სანამ საჯელის მომენტს ვერ შეიგრძნობ უკეთესობა არ მოდის პირადად ჩემზეც ბევრჯერ გამიცდიეს ესე არის ჩვენი ბუნება მოწყობილი ამიტომაც ეს სამყარო ამაზეა აგებული რომ დაჟის მომენტი რაღაცა კუთხით არის იმიტომ ვერ ავწდებით სხვანაირად ვერ სწორდება ბავშვი ჩვენ ვერ სწორდებით ზოგჯერ უფროსები და
უფალი უშვებს ამ სასჯელს. იმისთვის რომ უარეს განსაცდელში არ ჩავარდეთ, არა, უფალი უშვებს განსაცდელს. ესეც ხშირად კი ბატონო. შეიმჩნევა, არა, განსაცდელი მოვიდა და ეუბნებია, რომ იცი რა უფალი უარეს განსაცდელს აგარიდა. კი ბატონო, ესეც არის. აი გარდაცვალებაზეც ამბობენ ხოლმე ხშირად ასე რომ შეიძლება უარეს განსაცდელს არიდა უფალო. უარეს სოდვას ჩავარდნილიყო და ამაში რა იგულისხმება? ამაში ის იგულისხმება, რომ ეხა ვიღაცას თუ ერული გაგება, შეიძლება ეს ვერ გაიგოს, მაგრამ ჩვენთვის ეხა მთავარი სულის ცხონებაა რა. დიახ. ეხა იგი პატარა ბავშვები რომ იყავს, სასტიკია ხო ერული თვალთახედვით, მაგრამ უფალი ხედავს ესეთი ახსნაა, რომ ის ცოდვებში ჩავარდება, სულს წაიწმინდავს, არასწორად წარმართავს თავის ცხოვრებას და ამიტომ გაყავს, იმიტომ რომ უცოდველია და იქ ჯოჯოხეთისთვის არ არის გამზადებული. ესეთი გადმოცემა არსებობს, პატარა შვილი გარდაცვლილია მშობელს და თუნდაც რო უთხრათ წამორთვი და უჩვენებია და უჩვენებია მისი ცხოვრება რაც ჩაიდენდა და საუკეთესო დროს გავიყვანოს, ხოდა შეიძლება არის რომ ღმერთმა იცის როდის უნდა გაგვიყვანოს. ჩვენთვის არის დრო და წლები, მისთვის არ არსებობს საათი და სივრცე და სანამ დაიბადებოდი გიცნობდიო, ხო? მამა დავით წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქიქოძე ესეთ რამეს წერს განსაცდელზე, როცა ხადაგებს განსაცდელი. ეს არის მდგომარეობა, როცა საუკეთესო წარმოშდება ადამიანის სულიერი თვისებები. ანუ ჩვენ როგორ მივუდგებით ამ ყველაფერს. თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით, ასევე წლების განმავლობაში როგორ ფსიქოლოგი მუშაობდით, ესეთი რამის გამიგონია გარკვეულწილად სწორია, რომ ნებისმიერი მოძღვარი გარკვეულწილად ფსიქოლოგიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი განსხვავებული გონებით გასაჭირით მოდის და მოძღვარმა რაღაცით უნდა ანუგეშოს. ასეთ დროს რა ხდება ადამიანის გონებაში, ფსიქიკაში, მის განწყობაში, ხო ეს სულიერი კუთხით იქნება თუ შეიძლება არ არის სულიერი, როცა მოდის განსაცდელი. ნუ შეიძლება საერო გაგებით ვიღაცამ პრობლემა უწოდოს რაღაც დაბკოლება და ზოგი სასწორკითლებაში ვარდება, ზოგი თვითმკვლელობამდე მიდის, ბევრი შემთხვევებიც და საუბედურო დღევანდელ რეალობაში უამრავია ჩასაფრებული მახეები ისმაკის, რომ ადამიანი ოღონდ დაყუპოს. დიახ, ხა მართალ ზანეთ გახა. თანამშრომლია ფსიქოლოგიური გამოცდილება გარკვეული ცოდნა მოძღვრისთვის. მახსოვს რომ ვაბარებდი უნივერსიტეტში, მაშინ 80-იანი წლები იყო და მაინდა-მაინც პრესტიჟული არ იყო ფსიქოლოგიის ფაკულტეტი მამაკაცისთვის. მაგრამ აი მქონდა განცდა, რომ აუცილებლად იქ უნდა ჩამებარებინა. გლობალზე არც ვფიქრობდი. და მე ჩემ თავს არ უღალატე მართალი გითხრათ, იმიტომ რომ იქ სხვა ფაკულტეტზე მეტი შემოსავალი იქნებოდა, პრესტიჟული იქნებოდა და რო არ უღალატე ჩემ თავს მე 10 წლეულების შემდეგ მივხვდი უფალმა რატო დაუშვა ეს რომ იქ ჩამებარებინა, იმიტომ რომ ალბათ მაინც დოლობა იყო ჩემი მოწოდება და იცოდა უფალმა რა გამომადგებოდა მომავალში. და ფსიქოლოგიაში არის ეს თვითდაკვრების მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნის მომცემია, იცი უკვირდები საკუთარ თავს და შეიძლება ითქვას რომ თითქმის ყველა დიდი მწერალი საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად მე აგროვებდა ცოდნას და იყენებდა ნაწარმოებებში და საინტერესო დეტალი ხა ბუნებრივია მე ჩემი პროფესია ალბათ რაღაც გარკვეული ნიჭი მაქვს საკუთარ თავზე დაკვირვების და უკვე 10 წლეულები გავიდა უყურებ ჩემ თავს თითქოს მოხარშულს ვიცნობ მაგრამ ესეთი საინტერესო დეტალი რომ მოდის განსაცდელი და მივხვდი იმის რომ ძალიან კარგად ვიცნობ ჩემ თავს ისეთ თვისებებს ვამჟღავნებ განსაცდელი რა ყოფილი თორმე არ ვიცნობ და წარმოიდგინეთ როგორი საკუთარი თავის შეცნობის კუთხითაც საინტერესო პროცესია თითქოს უკვე რა უნდა იყოს ჩემთვის დამალული 10 წლეულები უყურებ ჩემ თავს ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს ხუმზე მოდის განსაცდელი და ისეთ თვისებებს ამჟღავნებ რომ აი მივხვდი იმისა რომ თითქოს უკვე ასაკში ხარ რა გიკვირს თურმე რამდენი რაღაცა ამწოდნია ჩემ თავთან დაკავშირებით ასე რომ ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია განსაცდელთან მიმართებით. მამა დავით, განსაცდელს უფრო ხშირად თვლიან, აი მაგალითად ფიზიკურ სნეულებას, განსაცდელად აღიქვამენ, მატერიალურ სიდუხჭირეს, გარდაცვალებას. აი ძალიან ცოტა ადამიანი თვლის განსაცდელად თავის სულიერ მდგომარეობას, თქვა, აი ცოდვებს, რომელიც შეიძლება ქონდეს. აი როგორც ფსიქოლოგი და როგორც მოძღვარი, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? რამდენად ხშირია, როდესაც ადამიანი განსაცდელად აღიარებს თავის ცოდვილ მდგომარეობას, აი სულიერ მდგომარეობას, აი მაგალითად ლოთი არის, ან წამალდამოკიდებული, ან აზარტული მოთამაშე არის და აქედან გამომდინარე ის თვლის, რომ ეს არის მისთვის განსაცდელი. საერთოდ იცით კლასიფიკაცია საკმარისად ისეთი რთულია ეკლესიური კუთხით. განსაცდელი სხვადასხვა
ასპექტის მატარებელი არის, მაგალითად განსაცდელი, რომელიც დადებით დემონური სიტყვებით მოდის. მაგალითად იგივე ხა ნარკოტიკი რო ავიღოთ, დასაწყისში არა? წარმოიდგინეთ თქვენ აი რო კითხო დამოკიდებულებს არა? სიამოვნება წარმოვიდგინოთ და 1000 ჯერ მეტი სიამოვნება. როდესაც იკეთებენ თქვათ ნარკოტიკს. მერე უკვე სხვა არის, მერე როცა უკვე სიღრმეში შედიან, მერე იმიტომ იკეთებენ სიამოვნებას კი არ გრძნობენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ დასაწყისი წარმოიდგინეთ თქვენ სიამოვნება და 1000 ჯერ მეტი სიამოვნება. როგორი შთამბეჭდავია. თუ შეიძლება ასე ითქვას. იგივე ხა ნაყროვანებას დემონური სიტყვებაც ახასიათებს, არა იქ ხინკალია, საცივია და ასე შემდეგ. ხა სხვავნებებს კიდე აღარ ჩამოვთვლი რა. ასე რომ არის ესეთი ასე ვთქვათ მხარე, რომ ზოგიერთი განსაცდელი მოდის ესეთი სიტყვები დემონური. არის განსაცდელი, რომელიც მოდის წუხარებით, შეურაცხყოფით, წყენით, მატერიალური გაჭირვებით, ავადმყოფობით და ასე შემდეგ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ სხვადასხვა მხარე ახასიათებს განსაცდელს. და ძალიან საინტერესოა მამა არქიმანდრიტი კლეოპა არის რუმინელი, დიდი რუმინელი ბერი, როგორც ჩვენთან დაახლოებით მამა გაბრიელი იყო, რა იმ გაქანების. მას აქვს ძალიან საინტერესო კლასიფიკაცია, სასტურის, განსაცდელის. ის მაგალითად გამოყოფს 8-ს. აი მაგალითად განსაცდელი ქვემოდან, რაც გულისხმობს. როდესაც ადამიანს ახსოვს თავისი წარსულში, რაც იყო. მაგალითად დემონური სიტყვება იქ ნაყროვნების მომენტი იყო, ბილწი, თავგადასავლები იყო და ამისგან ვერ თავისუფლდება, ფიქრობს ამაზე. ან კიდევ როდესაც თქვათ რაღაცა შეემთხვა განსაცდელი შეურაცხყოფა მიაყენეს, წყენა იყა და ამაზე ფიქრობს და ამისგანაც ვერ თავისუფლდება. სხვათა შორის დლის მისი ამასაც გულისხმობს, რომ ჩემთან რომ მოდიან ხშირად, აი ჩემთვის ერთ-ერთი გამოკვეთილი განსთარა არის, იცი რომ ვცდილობ რომ წარსულისგან გავანთავისუფლო, წარსულის წნეხისგან, იმდენად ვერ თავისუფლდება ძველი ცოდნის მართლობა. ვეღარ ვითარდება, წარსულში ჩარჩა, განიცდის და ხშირად ვეუბნები ფრაზას, რომ ესეც გამოიკვეთა არა წიგნებში წამიკითხავს, აი ჩემს პრაქტიკაში, რომ ვეუბნები რომ ღმერთს არ უყვარს წარსულში ჩარჩენა. მართლაც ესე, უნდა გადაუსვა ხშირად წარსულს, იმიტომ რომ აწყვეთი განვიჟები და არა ის რაც წარსულში იყო. ადრინდელი ცოდვილი რამდენი მერე წმინდანი გამختარა, თუ შეიძლება ასე ითქვას, არა? მკვლელები და ავაზაკები და მეძავები და რასთობა. კი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ლოცვაშიც არის ხო სიჭაბუკის ჟამს ჩადენილ ცოდვებს. ნუ გამიხსენება ხო? ნუ გამიხსენება, ამიტომაც არის აღსარება, საოცარი იარაღი გვიჭირავს ჩვენ ხელში. ჩამორეცხვა ამ ყველაფერი და წინსვლა. წინსვლა და ამას ახლა მარტო როგორ გითხრა ეს პათეტიკა კი არ არის, ვინც აღსარებელია, გრძნობს აღსარების ძალიან დიდ შედეგს ხო, მათ განსაკუთრებით პირველი აღსარებაა ხოლმე რომ გამოდიან ფიზიკურ დონეზე გრძნობენ ამ ყველაფერს. დიახ. მამა დავით, აი ელისაბედმა გაუსვა ხაზი მნიშვნელოვან დეტალს, როცა წესი დარიგით ესე უნდა იყოს, რომ განსაცდელი რაღაც ჩვენს პრობლემებში უნდა ვეძებოთ და არა რაღაც ვაყვადოთ. არის შემთხვევა, როცა ეშვება განსაცდელი ერზე იქნება თუ ადამიანის უჯულობის გამო, და არის შემთხვევა, როცა მას არაფერი არ აქვს, მაგრამ რაღაცის გამო ეშვება. ამის მაგალითი იობნებულია, ხო, რომელიც წმინდა ცხოვრობდა საშინელი განსაცდელი დაეშვა, ყველაფერი გაუნორთქვა ოჯახით და ის კიდე მადლობდა ღმერთს. ეს სხვა სულიერებაა და ახლა ნაკლებად შეიძლება მოვთხოვოთ ვინმეს, თუმცა უნდა ვისწრაფოდეთ. ისიც არ ვიცით ახლა ჩვენ რეალურად ჩვენ საზრდოობთ იმით, რაც ვიცით გარდამოცვით, მაგრამ ღმერთმაინც ის რატო ეშვა. აი ესე დროს, როცა თითქოს ადამიანი წმინდა ცხოვრობს, იცავს ყველაფერს, მაგრამ ეშვება განსაცდელი. ნუ ამის მაგალითებიც ბევრ წმინდანთან ხდება, ხო, ოღონდ ის უკვე სხვა სიმაღლეზე იყო. ესე დროს როგორ უნდა მოვიწყდეს ადამიანი, რომ აი რაღაცა სასწორგოტილებას არ მიეცეს. არის ხოლმე. ხო ეს მოგვისმენია ალბათ თქვენ როგორც მოძღვრა ხშირად რომ აი ყველაფერს ვაკეთებ და მაინც რაღაცა ვერ მოდის, კი. იცით რა არის საერთო ცხოვრება ისე მოწყობილი რომ თუნდაც ბავშვი უნდა შეაჩვია იმას რომ განსაცდელი მოვა. იავარდებით მოფენილი არ იქნება და არ იმსახურებ, მაგრამ მოდის მე ესე ვიტყოდი რა. ხანდახან არის ესეთ ქართული გამოთქმა თქვენ იცით შარო საიდან მოდიხარ რა. ეს მომენტიც არის, ასე რომ აი, როდესაც შეაბიძებს ამ მიწერი ცხოვრების გზაზე, ადამიანი უკვე ამისთვის უნდა მოამზადო, რომ დამნაშავე არ ახარ. მაგრამ რაღაცის გამო უფალმა დაუშვა. შეიძლება იმ კუთხითაც განვიხილოთ, აი სულიერ წერილში და ჩვენ თქვით, რომ ყველაფერს ხედავს, რომ რო არა ეს იმ დროს განსაცდელი, თუ
თუნდაც არ იმსახურებდე, შეიძლება რაღაცაში გავაღდე და იქ უკვე მე რთული იყოს მოთოქვა შენი. რა თქმა უნდა, როგორ არ შეიძლება. ეხა როგორ გითხრათ, იცით? აი ვთქვათ, უნარშეზღუდულებთან როცა არის საქმე. ძალიან ძნელია რა, ადამიანი ვერ ხედავს სმენით არ ესმის, ვერ ლაპარაკობს. მე მახსოვს ყრუმუნჯემთან მქონდა შეხვედრა და ერთ-ერთ მათგანს ვკითხე, რომ როგორ ფიქრობ, რატო დაიშვა მეთქი შენთან ეს განსასწრელი და ხა მთელი ცხოვრება საკუთარ თავს უყურებს და რამხელა განსასწრელია მასთან და ბუნებრივად ბევრი უფიქრია და ჟესტების ენით ამიხსნა, სხვა მით არ მინდა, რომ იცი რომ ალბათო მე მეტყველების უნარი რომ მქონოდაო, ბევრ უაზრო ამო რაღაცას ვიტყოდიო, ალბათ ჩემი წინაპრები ცოდავდნენ რომ ამის გამო და ამიტომ უცუფალმა ეს განსასწრელი ამარიდაო. ვინც ვერ ხედავს, არა, ძალიან ძიმია, მაგრამ რამდენ ხედველობით საცდურს არიდებს უფალი. და აი ვთქვათ, ქრისტიანულ ცხოვრებაში ეს ამნიშნულოვანია, განსაკუთრებით ბერებთან და მონაზვნებთან, რომ გონების დაცვა, ხედველობის დაცვა, იკლეობა, ვახსნება, მამა ხო, ერთ-ერთი განსასწრელი ამასაც გულისხმობს, გარედანაც შემოდის, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ როცა განსასწრელი მოდის, რა თქმა უნდა, ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ყველას არ აქვს სულიერი ხედვა, რომ ასე მიუდგეს ამ საკითხს. აი, მამა დავითმა სწორად ბრძანა, ამდენი ხის მოძღვარი ვარ და მეც განსასწრელი ჟამს შეიძლება თავი ვერ შევიცნო. მამა დავით, ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება, მე მესმის რთული ახლა ეს რაღაც რეცეპტის გამოწერა, მეტყვი რამდენიმე წუთში, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ ცირეთ, აი რა შემთხვევაში ხდება, როგორ ხდება, ადამიანის მდგომარეობა როგორია. ერთგვარი შევასავით, არ ვიცი თქვენი გამოცდილებიდან, როგორც ფსიქოლოგი, როგორც მოძღვარი, რა უნდა ვქნათ, როგორი მიდგომა უნდა გქონდეს, როგორი დამოკიდებულება განსასწრელთან და როცა ეს დაიშვება და ამისგან დაცული არავინ არ ვარ და პირიქით რამდენს გვარიდებს ღმერთი კიდე არ ვიცი ჩვენ, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მივუდგეთ, რომ ეს განსაცდელი, ანუ ეს განცდა, ეს გამოცდა ჩვენ შეძლების და გვარად სწორად ჩავაბარო და კიდე უარის ცოდვაში არ ჩავაგდეთ თავი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ არის გამოთქვა, ღმერთი განსაცდელი უფრო მეტად არ გამოგცდის, ვიდრე შეიძლება მისი ატარება. არ შეგიძლია არ მოგცემს. არ მოგცემს, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენ შეიძლება გავაუბრალოთ, ეს არის ურთულესი ხელოვნება გადაიტანო განსაცდელი. ეხლა მე სასულიერო პირობა რა ხანდახან გულახდილად უნდა თქვა, რომ მეც მიბაგუნებია ფეხები და მithქვამს, რომ რატომ დაიშვა ეს ქრისტეს და ასე შემდეგ და ესე ადვილი არ არის ადამიანს მოთხოვა განსასწრელის გაძლება. პირდაპირ უნდა ითქვას, ზოგჯერ მე მგონია, რომ სასულიერო პირებიც უშვებთ ამ კუთხის შესწავლას და ზოგჯერ აი მაგალითად შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ განსასწრელით რომ მოდის ადამიანი არა სიტყვები როგორ გითხრათ, იცით, არ მემეტება და უთხრა, რომ გაძლიერდი და გაუძელიო. ხედავ რომ მდგომარეობაში. აი ხა თქვენს ალბათ ძალიან ახლობელი დაიღუპა და მიდიხარ და ხანდან იცი რომ სიტყვები არის უძლურია. ჩვილიო გარდაეცვლება მშობელს, აი რა უნდა უთხრა. არ არსებობს ნუგეში. არ არსებობს, ამიტომ ზოგჯერ ჩერდები ხო. თანაგანსაც საკმარისი შეიძლება იყოს. ამიტომაც აი ხშირად ვამბობ ხოლმე, აი ჩემთან რომელი ჭარბობს უფრო სასულიერო პირი თუ ფსიქოლოგი არ ვიცი ხოლმე. ხანდახან არის ფსიქოლოგია წინ წამოწეული და იქ უკვე ეკლესიურ დარიგებებს ნაკლებად ვეძლევ, იმიტომ რომ ვიცი რომ იმ მომენტში ვერ გაუძლებს ის. თუმცა ჩვენ მყავს ცოცხალი მაგალითი. თუ როგორ ვისგანაც უნდა ვისწავლოთ განსაცდელის საქმე და ჩვენი პატრიარქის სახით, რომელიც დუმარეთ და უსიტყვოდ იტანს ხოლმე. ოღონდ იმ სიმაღლეზე უნდა მივიდეთ. ხო და მანამდე, რა თქმა უნდა, დანიშნულოვანია ბრძოლის ხელოვნება ასწავლო ესეც არის. ნუ აქ ლოცვა იქნება, ახსარება ძალიან მნიშვნელოვანია. ახსარება ახსენე, როდესაც აი ჭუნვარე ფიქრების, ემოციების შესახებ ახსარებაში ამბობ უკვე სხვა ძალა გეძლევა, ხო? ახსარება მე არის ესეთი საინტერესო დეტალი, როცა განსასწრელია რა, პირადად ჩემთან ხშირად ყოფილა, რომ უფალს ჩემზე უფრო გაჭირებული ადამიანი გამოგზავნია და იმის ფონზე ჩემი განსასწრელი არაფრად არ ყოფილა. და ეს სხვათა შორის ერთ-ერთი სულიერი ხერხია, როცა განსასწრელია წარმოიდგინე შენზე უფრო გაჭირებული გამოტყუპი ვინც არის შიერი მწვერვალი უსახკავ ციხეში და ასე და ასე. დიდი მადლობა მამა დავით, უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, განმარტებისთვის. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს განსაცდელის შესახებ გვესაუბრებოდა ღვთისმშობლოში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსახური დეკანოზი დავით ეთქიშვილი.